ევროკავშირი თავდაცვის სექტორის გასაძლიერებლად და სამხედრო პროექტების მხარდასაჭერად ახალ სტრატეგიებს ეძებს. გასულ კვირას ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა განიხილეს კომისიის წინადადება. მომდევნო 4 წლის განმავლობაში თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 800 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ. როგორც თავდაცვის საკითხებში ბლოკის პირველი ევროკომისარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, ევროკავშირის ინფრასტრუქტურა ამ ეტაპზე სამხედრო დანაყოფების და აღჭურვილობის სწრაფი გადაადგილების ხელშესაწყობად მზად არ არის. მის თანახმად ევროკავშირის სარკინიგზო, საგზაო, საზღვაო და საჰაერო დერეფნების ადაპტაციისთვის საწყისი ინვესტიციის სახით 70 მილიარდი евро იქნება საჭირო. ევროკომისიამ 500 პრიორიტეტული პროექტი უკვე გამოავლინა. გეგმა პორტების, აეროპორტების და გვირაბების გაფართოებას, ისევე როგორც სარკინიგზო ხიდების გამაგრებას მოიცავს. თუმცა როგორც ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, ამ ეტაპზე თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის აუცილებელი საჭიროებების რეალური საფასური გამოთვლილი არ არის და მისი თქმით შესაძლოა დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიება გახდეს საჭირო. იდეალურ სცენარში თუ ყველა წევრი სახელმწიფო საკუთარი მთლიანი შიდა პროდუქტის 3-4%-ის თავდაცვისთვის გამოყოფას დათანხმდება, მაშინ მომდევნო 4 წლის განმავლობაში 2,4 ტრილიონი ევროს დახარჯვას შევძლებთ. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, რაც შეეხება იმას, დაფარავს თუ არა ეს ოდენობა ყველა საჭიროებას, თუ დამატებით ფინანსები გახდება საჭირო, ამას დეტალური გამოთვლების შემდეგ გავიგებთ. ეს ნატოსთან და ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობით უნდა გავაკეთოთ. ვიმედოვნებ 2,4 ტრილიონი евро საკმარისი იქნება და ევროპის კონტინენტზე თავდაცვის უნარიანობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ევროკავშირში სამხედრო შენგენის ზონის შექმნის იდეას უკვე 10 წელია რაც განიხილავენ. თუმცა დისკუსიას ბიძგი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამ შესძინა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ევროკავშირი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობას იწყებს და ევროპელი ლიდერები მომდევნო რამდენიმე წელში ნატოს წევრ სახელმწიფოსა და რუსეთს შორის შესაძლო სამხედრო დაპირისპირების შესახებ სულ უფრო მეტ საუბრობენ. ნათლად ვხედავთ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეს, კონვენციური სამხედრო აგრესიის საფრთხეს. რუსეთი ჩვენზე ბევრად მეტ იარაღს აწარმოებს. სამ თვეში ისინი აწარმოებენ იმდენს, რისთვისაც ყველა ნატოს წევრ ქვეყანას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ჩათვლით 1 წელიწადი სჭირდება. ამ გამოწვევას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ გსურს აგრესიის შეკავება, უნდა ვაწარმოოთ ნამდვილი იარაღი. ანდრიუს კუბილიუსმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრიის შექმნის აუცილებლობასაც, რომლის ფარგლებში თუნდაც პარტნიორ ქვეყნებზე დამოკიდებულება მინიმუმამდე იქნება შემცირებული. და გვესმოდეს, რომ თავდაცვის ინდუსტრია ძალიან სპეციფიკურია. ის სხვა ინდუსტრიებს არ გავს. როდესაც ომი იწყება, მას მაღალ დონეზე განვითარებული ინდუსტრიით უნდა დახვდე. ინდუსტრიით, რომელიც ხელს შეუწყობს აღდგენით სამუშაოებს და იარაღის წარმოებას. სასურველია ეს ინფრასტრუქტურა პოტენციურ კონფლიქტის ზონასთან ახლოს იყოს. ამიტომ მოვითხოვთ ევროპულ ინვესტიციებს. ამიტომ გსურს ევროპული ფულის დახარჯვა ევროპულ დონეზე. როდესაც იარაღის შესაქმნელად სხვა ქვეყნებისგან კომპონენტებს იყენებ, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მაშინ ეს დამატებით რეგულაციებთან და ვალდებულებებთან არის დაკავშირებული. ჩვენ წევრ სახელმწიფოებს აღჭურვილობის პარტნიორებისგან შეძენას არ ვუკრძალავთ. არსებობს იარაღის სისტემები, რომლებსაც ჩვენ ევროპელები არ ვაწარმოებთ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება გვსურს, მაგრამ დრო გვჭირდება. რუსეთ-უკრაინის ომის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ევროპულ პროდუქტებზე მოსალოდნელი ტარიფების გათვალისწინებით ევროკავშირის მოქალაქეების უმრავლესობას მტკიცეს სწამს, რომ გაერთიანებამ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს. ამას მოწმობს კონტინენტის მასშტაბით ჩატარებული ევრობარომეტრის უახლესი კვლევა. გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეების უმრავლესობა გაერთიანებისგან არსებული გლობალური გამოწვევების ფონზე მეტ კონკურენტუნარიანობას ითხოვს.